ძალიან საინტერესო თემას მინდა შევეხო ახლა. საქმე იმაში არის, რომ ადამიანები, როდესაც ვიბადებით, ჩვენ მოგვაქვს ასე ვთქვათ, კარმა, წინა ცხოვრობიდან, წინა რეინკარნაციიდან და ეს ჩანს ბედის მატრიცაში. დამაინტერესა ერთ-ერთი ძალიან დიდი და ძლიერი გაერთიანებაში მყოფი ადამიანების კარმებმა გამოვიკვლია და გავაკეთე ძალიან ბევრი ადამიანის კარმა ამ გაერთიანებაში მყოფი და აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ ის კარმა, ანუ ის სიმძიმე, ის ცოდვა წამოღებული, რომელიც აისახება ბედის მატრიცაში 5, 8 და 15 ენერგიით. 5, 8 და 15 ენერგიით. რაც ტაროს არკანებში აისახება იეროფანტის, სამართლიანობის და ეშმაკის ენერგიით. ეხლა რას ნიშნავს ეს? ყოველთვის გასაგები რო იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოის საოცრებავ და ამ გაერთიანებაში მყოფ ბევრ ადამიანს წინა ცხოვრებაში ქონდა ძალიან დიდი რესურსი, ძალიან დიდი შესაძლებლობები, ხელეწიფებოდათ, რომ დიდი ძალაუფლება ქონოდათ და ბოროტად მოექცნენ თავიანთი ეგოცენტრულობის გამო და ეს ამ ეგოცენტრულობაში იგულისხმება მინჯაჭულობები ბევრ მავნეჩვევებზე და რამეებზე, როგორც შეიძლება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, პატივმოყვარეობა პირველ რიგში, ფუფუნების სიყვარული, ხო, მომხვეჭველობა, შეიძლება სადიზმიც, არ ვიცი, ბევრი, რაც შეიძლება აი ამ ეშმაკ ენერგიაში გაერთიანდეს, ბევრი მავნე ცუდი მიჯაჭულობის გამო ძალიან დიდი სპორტის გაკეთება. ვისთვის დიდი ასე ვთქვათ, გაერთიანებისთვის, როგორც შეიძლება ყოფილიყო ყველაზე ცოტა ოჯახი, მისი ოჯახი, ანუ დაეშავებინა თავისი ეგოცენტრულობით, ხო, მისი დემონური მიჯაჭულობით, თავისი ოჯახისთვის ძალიან ცუდი რამეები გაიკეთებინა, ან გვარისთვის, ან სოფელისთვის, ან კუთხისთვის, შეიძლება სამშობლოსთვისაც კი შეიძლება. ჩანს ეს ამ ბედის მატრიცაში და როგორც თქვი, ჰოის სასწაული ისე მოხდა, რომ როდესაც ეს სულები დაიბადნენ ხელახლა, მოხვდნენ რაღაცნაირად ერთ გაერთიანებაში, ზრდასრულობის ასაკში. და მე დავინტერესდი, იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ ცხოვრებაში აი ეს დაჯგუფება რაღაცა ბრჭყალებში ან ცოტა ვთქვათ, არც ისე ბრჭყალებში, მოკლედ, ესე ხდება, ესე იქცევა, რომ რაც მე ჩამოვთვალე, იგივე საქციელს იმეორებს ამ ცხოვრებაში. ისევ დავიწყოთ თავიდან, ავიღე ჯგუფი, რომელიც ძალიან მავნებლობს, მოვიძიე ამ ჯგუფში არსებული ადამიანების მონაცემები, შევადგინე მათი ბედის მატრიცა და ჰოის საოცრებავ ძალიან ბევრ ადამიანს დაუჯდა აი ეს კარმა. ამ ჯგუფიდან ამოვიღე კიდევ, ასე ვთქვათ, რამდენიმე ადამიანის, ასე ვთქვათ, ბედის მატრიცა და გავაკეთე მათი წლის პროგნოზი და ძალიან ბევრ მათგანს დაუჯდა ენერგია 8. კარმის ენერგია, რომელიც ტაროს არკანში სამართლიანობით გამოისახება და ეს იმას ნიშნავს, რაც დამკე იმას მოიმკი. და უკვე ამუშავებულია ეს ენერგია და მართალია ციდან ცვივა მეტეორები და თავში ეცემათ, მაგრამ არ ჩერდებიან ინერსით, მიდიან მავნებლობისკენ. ამ, ასე ვთქვათ, კიდე ამ ადამიანებიდან, რომლებშიც ამ კარმის მქონე ადამიანებისგან, რომელსაც წლის პროგნოზში 8 ქონდა, კიდევ ამოვიღე ერთი ოდიოზური ფიგურა და მის წლის პროგნოზში დაიჯდა 5, 8, 13. წლის პროგნოზი, ანუ წლის წინასწარმეტყველება მასზე. მოდი გავაკეთოთ, შევაჯამოთ ეს წლის წინასწარმეტყველება მასზე. ვთქვით, რომ 8 ენერგია, კარმის ენერგია უკვე ამუშავებული არის და ამ ჯგუფის გაერთიანებაში უკვე ძალიან ბევრ ადამიანს საქვეყნო ცნობილია, რომ ამ კარმამ უწვია. ანუ არც ისე კარგად წავიდა ამ ადამიანების საქმე.
ეხლა ვნახოთ თვითონ ამ პიროვნების საქმე როგორ იქნება და ამას ვაკეთებ მე მაგალითისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, რომ კარმა არავის არ ემალება და ჯობია იები დათოსო, ჯობია ხორბალი დათესო, ვიდრე სარეველა ბალახი ან ეკალბარდი. ამიტომ ვაკეთებ ამ ვიდეოს. კარმა, რომელიც რახან ამ ჯგუფში ნეგატიურად ამუშავდა, ესე იგი ჩემი სუბიექტური შეფასება არ არის, სამყარო აფასებს ამას როგორც ნეგატიურად, იმიტომ რომ ვამბობ, რომ უკვე ძალიან თვალსაჩინოა, ცნობილია, რომ ამ დაჯგუფებების ადამიანებს ძალიან ბევრ ადამიანს ცუდად წავიდა საქმე. ასე ვთქვათ, დაისაჯა. ანუ ჩემი სუბიექტური შეფასება არ არის ეს, ამისი თქმა მინდა. და ვნახოთ რა იქნება შემდეგი. შემდეგი ენერგია, ანუ პირველი ენერგია, ხუთიანი ენერგია რა არის? წლის პროგნოზში როგორ იმუშავებს ეს? აი, ხუთიანი ენერგია დააკვირდით. ეს არის ძალაუფლება, ეს არის ძალაუფლების დადებითი კეთილი ხელმწიფე, რომელიც ასე ვთქვათ, ამ ძალაუფლებას იყენებს კეთილად, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც თქვი, რომ ნეგატივში ამუშავებენ ამ ენერგიას, ანუ წინა ცხოვრებაში რა გამოცდილებაც ჰქონდათ ამ ადამიანებს, იმის მაგივრად, რომ გამოესწორებინათ, სამყარო მისცა ამის შანსი ნამდვილად მათ, პირიქით უფრო მინუსში წავიდნენ და რაც შვევებიც ჰქონდათ, გაათმაგეს, ან იგივე გაიმეორეს, მე შედარებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ხედავთ, რომ ავთენტურად ამუშავებენ ამ ენერგიას. ხო, მე-13 ენერგია, ეს არის სიკვდილის ენერგია. ოღონდ ეს არ ნიშნავს პირდაპირ გაგებით სიკვდილს, თუმცა არაფერსაც არ გამორიცხავს. არ ნიშნავს პირდაპირ გაგებით სიკვდილს. და გადავიდეთ, დავიწყოთ წლის პროგნოზზე, რომ დიდხანს არ შეგაწუხოთ თავი, არ გავწელო ეს ვიდეო და ხუთიანი ენერგია ნეგატივში ეს არის, თუ დადებითში ეს არის, შესაძლებლობები, ეს არის ცოდნა, ეს არის გაზიარება, ეს არის ასე ვთქვათ, რესურსის მიცემა ადამიანებისთვის, აუცილებლად ფართო მასისთვის, დალოცვა, ცოდნის მიცემა, პროგრესის მიცემა, ხო, აი რაღაცა კეთილი ხელმწიფე, მინუსში ეს არის ტირანია, შებოჭვა, იზოლაცია. და მოდი ვთქვათ, რომ მთავარი ენერგია მინუსში ხუთიანის არის იზოლაცია. რვიანის ენერგია, როგორც ვთქვი, ეს არის კარმა. და 13-ის ენერგია, ეს არის სიკვდილი, თუმცა ეს არის რეალურად ტრანსფორმაცია. და მე ვიტყოდი, რომ ადამიანს, რომელსაც წელს აქვს ენერგია 5, 8, 13, მას მოელის იზოლაცია. იმ სტატუსიდან ვარდნა სადაც არის, მას მოელის დასჯა სამყაროდან, რომელიც ცხადია, ადამიანის ხელით ვიღებთ ხოლმე ჩვენ დასჯას. კი, ზოგს მეტეორი ხდება თავში, მაგრამ ძირითადად ადამიანის ხელით არ მოდის ეს დასჯა და მისი მდგომარეობის სრული ტრანსფორმაცია. აბსოლუტურად ამოყირავება იმ ყველაფრის, სადაც არის, როგორც არის, რანაირად არის. ასევე ჩანს, რომ მიუხედავად გარეგნული ჩვენებისა, რომ არის ძალიან მყარად, არის ძალიან გაბედულად, არის უშიშრად და ყველაფერი მის ხელშია, შინაგანად აქვს ძალიან დიდი შიში და ძალიან ეშინია ამ ყველაფრის გრევის, იმიტომ რომ შინაგანად ადამიანები გრძნობთ რა გველის. ამის ძალიან დიდი შიში აქვს და ეს გავს ეხლა გამახსენდა, ეს გავს ერთი ფილმის გმირს. ფილმის სახელი არ მახსოვს, მაგრამ უცებ მოგიყვებით სიუჟეტს, რომ
შვილი გახდება პედოფილიის მსხვერპლი და მამა ეძებს ამ პედოფილს, მთელი ფილმი მიდის ამაზე და ბოლოს პოულობს ამ ადამიანს მამა და ეს კაცი არის აი გარეგნულად გავს სპეცრაზმელს ჯირგვივით მამაკაცი ნიღბოსანი და როდესაც ამ ნიღბს ხდის, ანუ ყველას გონია რომ ამ ნიღბის უკან არის რაღაცა ტიპაჟი ჯალათის მაგვარი, აი რაღაცა უძლეველი და როდესაც ამ ნიღბს ხდის, მაყურებელი ვარდება შოკში. იმდენად მშიშარა ლაჩარი სუსტი ტიპაჟის სახე აქვს ნიღბის უკან ამ ადამიანს. აი უცებ ახლა ამ ახსნის დროს წამოვიდა ეს პერსონაჟი და დამიჯერეთ ამ ადამიანს რამდენადაც ახლა აქვს უძლეველობის შირმა მის უკან ძალიან შეშინებული სიკვდილს მოლოდინი, ანუ იმ ტრანსფორმაციას მოლოდინი, სადაც ახლა არის არსება არის. აი ესეთი პროგნოზს წინასწარმეტყველებ მე ბედის მატრიცის მიხედვით ამ ადამიანთან დაკავშირებით და როდესაც ეს ახდება და ეს ახდება ერთ წელიწადში ერთ წელიწადს გულისხმობ აი ამ პერიოდიდან ერთ წელიწადს არა 2025 წელს, ანუ დარჩენილია 2 თვე, დღეს არის თვარვწდები 22 ოქტომბერი 2025 წლის, ანუ თვეები და რო გადავთავთ, ანუ მოდი ესე ვიტყვი, იქითა წლის შემოდგომამდე, როდესაც ეს ახდება, მე დავდებ ამ ადამიანის ბედის მატრიცას და მივუთითებ ვინ არის ის მას შემდეგ. ვერ შევცვლი ცხადია, იქ იქნება ნაჩვენები წლის პროგნოზის და კარბის კუდიც, რითაც დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად ამ ადამიანის ბედის მატრიცაა. ახლა კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, ვისაც სწავლა გიდათ ბედის მატრიცის ან გაკეთება, დამიკავშირდით მე ნათია შაის დროებით.